კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ჩვენ გადაცემის ამ ნაწილში ისრაელსა და ირანს შორის დაწყებულ დაპირისპირებაზე და ომის დასრულების პერსპექტივებზე ვისაუბრებთ. გადაცემის ამ ნაწილში ვახტანგ მაისაია ანალიტიკოსი ჩაფართოება. მოგესალმებით ბატონ ვახტანგ, გესმით თუ არა ჩემი ხმა? დიახ, მესმის, მოგესალმებით, კლავანტონეზე მივესალმებით ჩვენს ტელემოყარებას. ბატონ ვახტანგ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენ ვინ თუ არა თქვენ ძალიან კარგად შეაფასებთ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ისრაელსა და ირანს შორის და იმ პერსპექტივებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს ომის დასრულებას გულისხმობ. როგორია თქვენი შეფასებები? მე ვიდაგითხრათ, რომ აღნიშნული ომი არ ატარებს კლასიკური ომის ხასიათს, ეს არის ფაქტობრივად სამხედრო კონფლიქტი, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, სადაც ხორციელდება საჰაერო, ასე ვთქვათ, ორთაბრძოლა ორ ქვეყანას შორის, ფაქტობრივად რეგიონულ, მე ვიტყოდი, სახელმწიფოებს შორის, ისრაელსა და ირანს შორის. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ფაქტიურად იმის მიუხედავად, რომ ისრაელმა შეძლო პირველივე დარტყმის, ანუ სუპერ ბლიცკრიგის სამხედრო სტრატეგიის გამოყენების მეშვეობით გარკვეული ინიციატივა იყო ხელში და შესაბამისად მიეყენებინა ირანისათვის საკმაოდ სერიოზული ზარალი. შესაბამისად ირანელებმაც არანაკლებ უპასუხეს ისრაელს და შესაბამისად იქაც არანაკლებ არის სერიოზულად მიყენებული ზარალი, თუმცა აქეთი განსხვავება ის არის, რომ ისრაელმა ძალიან კარგად შეძლო სანქციო ფსიქოლოგიური ომის, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, სათანადო კუთხით ხელში აყვანა. უფრო კარგად მართავს ამ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, მათ შორის არის საკმაოდ სერიოზული ცენზურა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, რომ ისრაელის დანაკარგები იქნას წარმოჩენენ, ამით ბუნებრივია იმიჯისეული, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, დარტყმის ეფექტს იცილებენ თავიდან ისრაელის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და ბუნებრივია ამაშიც უკვე ჩანს ისრაელის უპირატესობა. თუმცა მოდი ვთქვათ ესე კიდევ ვთქვათ, აი დღევანდელი მონაცემების კუთხით შენ თქვენ დაეკვირდებათ, როგორც სამხედრო პოლიტოლოგი და სამხედრო დოქტორი, შემოგითხრათ, რომ ფაქტიურად ეს დაპირისპირება ატარებს ერთგვარი მე ვიტყოდი საბრძოლო პრეს ასე ვთქვათ შინაარსს. ანუ ეს ფაქტობრივად მაგონებს ისეთივე ტიპის საბრძოლო ოპერაციებს, რომელიც იყო მაგათ იომ კიპურის ომი 1973 ოქტომბერში, როცა არაბული კოალიცია გადავიდა შეტევაზე, მათ შესაბამისად მოახდინეს ისრაელის მაშინდელი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეზორგანიზაციას კი შესაბამისად მიაქცია წარმოქმნას, მე ისრაელმა შესაბამისად შეძლო ასე ვთქვათ პოზიციების უკან დაბრუნება და შესაბამისად აი ეს ომიც ითვლება ეგრეთ წოდებული პრეს ასე ვთქვათ მაგალითად. დღეს ფაქტიურად არის კი ოდნავ გარკვეული უპირატესობა ისრაელს გააჩნია, მაგრამ მაინც აი ზოგადი კონტექსტში ვლაპარაკოთ, ჩვენ ხედავთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა კვლავ არ არის სრულად, მე ვიტყოდი, მის ხელმძღვანელობა და მისი ეს პოტენციალი არ არის სრულად განადგურებული. ჩვენ ხედავთ, რომ ბირთვული პოტენციალი და ბალისტიკური საკეტო კომპლექსების ერთეულები კვლავ ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, წყობშია და შესაბამისად ეხლა უკვე არის გადამწყვეტი მომენტი თუ როდის და რა ფორმით ჩაერევა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისედაც იყო განწყობილი პირველი ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში, რომ ისინი მზად იყვნენ ირანთან განხორციელებინა დაუშვათ იგივე დაპირისპირება, სამხედრო დაპირისპირებაზეა საუბარი. ოღონდ მაშინ ასე ვთქვათ, ტრამპმა ვერ შეძლო აი ამ თავისი ჩანაფიქრის აღსრულება და როგორც კი აი პირველივე მე ვიტყოდი გამარჯვების, მეორედ გამარჯვების პირველსავე მე ვიტყოდი ასე ვთქვათ ეტაპზე, მან ფაქტიურად, ასე ვთქვათ, განახორციელა მარიონეტული ომის კუთხით, თორსა ისრაელს განახორციელებინა ეს პირველი დარტყმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, იმ იმედით, რომ ფაქტიურად სუპერ ბლიცკრიგის სამხედრო სტრატეგიის კუთხით მოხდებოდა უკვე აი ამ პირველსავე ეტაპზე, ესეთი აი ამ მოკლე პერიოდში ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრული, მე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, თუნდაც პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ბეჭებზე დაგდება, როგორც ეს ტერმინო გამოიყენოთ, მოხდებოდა ირანის დენუკლეარიზაციის პროცესის განხორციელება, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ დარტყმის მიუხედავად ირანმა შეძლო გარკვეულწილად თავის პოზიციების აღდგენა და დღეს ფაქტიურად მიდის ესე ვთქვათ პოზიციური თუ შეიძლება ითქვას საჰაერო ტიპის საბრძოლო მოქმედებები, შეიძლება ითქვას, ეს ვთქვათ და ამ შემთხვევაში საუბარია ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების
ურთიერთგაცვლითი დარტყმის კუთხით ხორცს ეს ყველაფერი. ანუ ფაქტიურად შემიძლია ითქვას, რომ ისრაელმა გარკვეულწილად ის ამოცანები, რომლებიც მას ჰქონდა დასახული, შეასრულა მხოლოდ 60%-ით, ესეც საკმაოდ არც ისე დაბალი მაჩვენებელია. ირანის ფაქტიურად სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მმართველობის დაახლოებით 70% არის ლიკვიდირებული. ოღონდ ერთი განსხვავება ის არის, ქაუტონიზა, რომ ნახეთ, ირანი არის დიდი სახელმწიფო. ანუ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი სახელმწიფოა. გეოსტრატეგიულად მას აქვს საკმაოდ მომგებიანი ტერიტორიული ასე ვთქვათ, მდებარეობა შექმნილი. მეორედი, ირანის შეერაღა ძალები დაახლოებით 15-ში აღემატებიან ისრაელის ახალის შეერაღა ძალებს. მეორედი, ირანს უფრო მეტი პოტენციალი, სარესურსო პოტენციალი გააჩნია, მათ შორის იგივე ასე ვთქვათ, ხალხის რესურსების კუთხით და როგორც კი მოხდა დაუშვათ პირველი ეშელონის სამხედრო სარდლობის პირველი ეშელონის განადგურება, შესაბამისად ირანმა შედეგად მტკივნოდ მოახდინა მათი ჩანაცვლება შედეგად ახალგაზრდა ასე ვთქვათ სამხედრო ელიტის წარმომადგენლებით და ამას ირანისათვის ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე ჰქონდა ეს ვთქვათ მოულოდნელი ეფექტი, მერე შემდგომში ამას არავითარი ეფექტი ამან არ გამოიყო არავითარი ეფექტი, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარემ ფაქტიურად მაინც ალბათ ვერ შეძლო თავიანთი ამოცანების შექმნა. პირველ რიგში რომ ირანს დაუშვათ ირანმა ნაწილობრივ შეძლო 30%-ით შეძლო გაერღვია რკინის გუმბათი. რკინის გუმბათმა მაგალითად გუმბათმა რომელიც არის ფაქტიურად სამ ეშელონიზირებული საფაერო სარაკეტო თავდაცვითი კომპლექსების ერთეულების შედგება, მათ ფაქტიურად შეძლეს დაუშვათ იგივე ირანული საბრძოლო დრონების და შესაბამისად გარკვეულწილად ბარაჟირებული კუმბარების, ასე ვთქვათ, რეაქტიულ კუმბარების ასე თუ ისე გადაჭერა, მაგრამ შესაბამისად ნაკლებ ეფექტი ჰქონდა რკინის გუმბათს სწორედ ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების მიმართ, როგორც არის ფატახი, როგორც არის აშურა და სხვები, რომლებმაც შეძლეს აი ამ გუმბათის გარღვევა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დანაკარგები როგორი აქვს ისრაელის მხარეს, ჩვენც უცნობია, იმიტომ რომ ისრაელმა ფაქტიურად გამოიყენა ეგრეთო საინფორმაციო ფილტრი, საკმაოდ მყარად იყენებს ამ ფილტრს და ჩვენ ხალხშორის უშუალოდ ვიხილეთ, როცა დაუშვათ იგივე CNN-ის თუ Fox-ის News-ის ჟურნალისტები, ამერიკელი ჟურნალისტები, როგორც კი მივიდნენ და დააპირეს, რომ გადაეღოთ ეს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს დანგრეული შენობა, მათ საკმაოდ, ესე ვთქვათ, საკმაოდ ხისტად ასე ვთქვათ, მათ არ მისცეს საშუალება ეს განახორციელება და ესეთი პოლიტიკა ფაქტობრივად გრძელდება და გარკვეულ ეფექტს იღებს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რეალური დანაკარგები როგორი აქვს ისრაელს, ხო? მაგრამ ნუ დანაკარგები რო აქ გასაგებია, მაგრამ რეალურად ვთქვათ, ფაქტიურად სიტუაცია არის ერთგვარი, მე ვთქვი, პატური, მოდი ასე ვთქვათ რა. აი პატურ მდგომარეობაში შევიდნენ, კიდევ ერთხელ არის თუ შეიძლება საბრძოლო ფრე და შესაბამისად ისრაელს თუ არ დაეხმარება ამერიკის შეერთებები, რომლებიც უკვე იწყებენ მობილიზაციას და შესაბამისად უკვე გადასროლილია ინდოეთის ოკეანიდან სპარსეთის მმართველობით ავიამზიდი ნიმიცი და შესაბამისად საზღვაო დამტყმელი დაჯგუფება, რომელიც შედგება დაახლოებით 30-დან 40 საბრძოლო გემის შემადგენლობით. ასევე შესაბამისად უკვე სპარსეთის მმართველობით მიდის ასე ვთქვათ ბრიტანული ავიამზიდი ელიზაბეთ მეორე და შესაბამისად ასევე ხდება იგივე ძიმე ბომბდამშვენების მასშტაბები იზრდება ამ ომის. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირების აი ეს მასშტაბი საკმაოდ დიდია და გამომდინარე აქედან შედეგები აისახება არა მხოლოდ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, არამედ ზოგადად მსოფლიოს გლობალურ პოლიტიკაზეც და როგორი იქნება ეს გავლენა აი ამ ომის და ომის შედეგების როგორც არ უნდა დამთავრდეს. ნუ, აქეთ პირველი ასე ვთქვათ, აი 13 ივნისიდან დღემდე ფაქტიურად მას ასე ვთქვათ, რეალური აი დე-ფაქტო აი ნასახვა საერთაშორისო ურთიერთობებზე ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ ნახეთ, ფაქტიურად საბრძოლო მოქმედებების ხორციელება საკმაოდ ძალიან მყისიერად, საკმაოდ მე ვიტყოდი უცაბედად, ამან გარკვეულწილად ერთგვარი აი ესე ვთქვათ, უცაბედი საბრძოლო მოქმედებების განვითარებამ თავისი როლი ეგრე გამოისახა. ანუ მან ვერ აისახა დაუშვათ იგივე გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ დონეზე, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი ასე ვთქვათ გაჭიანურდა და სავარაუდოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ განაცხადა, რომ
სამხედრო კონფლიქტი შეიძლება განვითარდეს დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაშიც კი. აი აქ უკვე შესაბამისად შეიძლება ჩვენ ვიხილოთ თანდათანობით შესაბამისად გეოპოლიტიკური აშლობის დელი წყების განვითარება. ასევე შეიძლება ეს შეეხოს კიდევ ეკონომიკურ, გლობალურ ეკონომიკურ პროცესებსაც, შემთხვევით არ არის რომ დაუშვათ 14 და 15 ივნისს შეიკრიბა დიდი შვიდეულის ლიდერების განხორციელდა დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში და შესაბამისად ბუნებრივია რომ აი თუნდაც იგი ენერგეტიკული ბაზარზე შესაბამისად ეხლა უკვე ამ ეტაპზე როგორც მე ვიცი 1 ბარელი ნავთობის ფასი ავარდა დაახლოებით $72-მდე და თუ შესაბამისად განხორციელდა უკვე მეორე ეტაპი, ნახეთ ეს პირველი იყო პოლიტიკური ეტაპი, აი ბავშვს პირველი პოლიტიკური ეტაპი, კი რა თქმა უნდა ეს საჰაერო დარტყმები ეს სამხედრომას მეკუთა, მაგრამ მაინც აქ იყო პოლიტიკური ასე ვთქვათ შიგთავსი იყო ამოცანა იყო პოლიტიკური და პოლიტიკური და შეიძლება გადავიდეს მხარეებად ეკონომიკური ომის საფუძვლებზე, პრინციპებზე, ანუ რას გულისხმობს რომ დაუშვათ იგივე უკვე ეს დარტყმების მიმართულება უკვე წარიმართოს ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტებზე, ფაქტობრივად ირანი უკვე ახორციელებს მაგალითად ისრაელის მთავარი ასე ვთქვათ სატრანზიტო კომუნიკაციო პორტის ხაიფას ინტენსიურ დაბომბვას, ისე როგორც შესაბამისად ისრაელმა განახორციელა უკვე ფაქტიურად დაახლოებით 40% ასე ვთქვათ იმაზე ენერგეტიკულ რესურსებს სარესურსო ბაზებზე დარტყმის მიყენება, ეს არის ფარსის გაზის საბადო, ეს არის დაუშვათ იგივე მეშხეთთან და თებერთან არსებული ნავთობგადამუშავებელი ქარხნები და ასე შემდეგ ბუნებრივია და შესაბამისად თუ ამან მიიღოს საკმაოდ ინტენსიური ხასიათი, შესაბამისად ეს რა თქმა უნდა აისახება მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებზეც, იმიტომ რომ ირანი არის ოპეკის წევრი, ანუ ნავთობგადამუშავებელი ექსპორტიორი ქვეყნების წევრი ქვეყანაა. ნავთობი ეს ასევე ირანი არის ფაქტობრივად მესამე თავის რესურსების მიხედვით მესამე ქვეყანა გაზის ასე ვთქვათ წარმოებელ ქვეყნების ლიდერთა შორის 4 შორის მესამე ადგილი უკავია. ამავე დროს ირანზე გადის რამდენიმე მნიშვნელოვანი სატრანზიტო გეოეკონომიკური ასე ვთქვათ ხაზები, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მას გააჩნია სატრანზიტო ბმულის ასე ვთქვათ მევიდყოდი სტატუსი და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ირანის მიმართულებით განხორციელებული ესეთი მევიდყოდი შეერაღებული სამხედრო თავდასხმა და შესაბამისად მისი ასე ვთქვათ დასუსტება, თუ შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა მას ექნება საკმაოდ ეგრე გავლენა. ახლა ჩვენ პრინციპში ახლა მე არ ვიცი პრინციპში შეიძლება ეს სამწუხაროდ თუ არა, მაგრამ ჩვენ გადავთ რომ ლარის კურსით გარკვეულწილად განისერგვა მევიდყოდი იმას აქვია, ცვალებადობას, ხო? აი ბოლო იმაში აქვია დაახლოებით მე მგონი ერთი თვალშტები რამდენიმე პუნქტით, ერთი პუნქტით მოხდა ლარის ცოტათი გაუფასურება. შეიძლება ეს არ იყოს დაკავშირებული ამ პროცესთან, მაგრამ უფრო დიდი ალბათობაა რომ ეს ამ პროცესადანაც იყოს ერთგვარი კავშირში. აქვე არის რომ საინტერესო მომენტი ის არის რომ აქ არის რამდენიმე მომენტი, აქ არის ტოლთან ნაკადი, რომელიც კი, ამაზე უნდა მეკითხა სწორედ. კი ბატონო, შეიძლება ესენი სწორედ წამოვიდნენ კავკასიის მიმართულებით. ეხლა აქ არის სამი ვარიანტი ტოლების ნაკადის სავარაუდო გზებისა. პირველი ეს არის თურქეთის ტერიტორია, რომელთანაც ირანს გააჩნია დაახლოებით 800 კილომეტრიანი საზღვარი. მეორე არის ავღანეთი, მაგრამ ავღანეთთან ისედაც თვითონ გახდა ირანი მთავარი ასე ვთქვათ მევიდყოდი მომხმარებელი ჩხილებში, სადაც თავი შეაფარა 4 მილიონმა ავღანელმა ტოლულმა ირანის ტერიტორიაზე და არ მგონი ახლა ირანის მოსახლეობა დიდი ალბათობით მომახდინოს გადასვლა ავღანეთის ტერიტორიაზე, რომელსაც უკვე არის საკმაოდ რთული, რაც არის რთული სოციო-ეკონომიკური პირობები და გაურკვეველი პოლიტიკური ასე ვთქვათ ბედი აქვს ამ ქვეყანას და რა თქმა უნდა ყველაზე ერთი ოპტიმალური ვარიანტი არის ისევ სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ვთქვათ გასვლა, ეს არის აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორია საუბარი და შესაბამისად არ უნდა დაგვეწოს რომ დაახლოებით 20 მილიონი აზერბაიჯანული ეთნიკური აზერბაიჯანი ცხოვრობს ირანის ტერიტორიაზე და შესაბამისად ვიცი თუ ეხლა სუმცირა დაუშვათ 3 მილიონი ტოლურის დაძვრა დაუშვათ კავკასიის მიმართულებით, ხო? და შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარი რამდენად იქნება საიმედოდ რომ ეს მათ არ დაუშვან მათი ასე ვთქვათ შეშვება, თუმცა ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე რა თქმა უნდა მათ მოუწევთ ამის გაკეთება, რამდენი იქიდან მოხდება საქართველოს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ საქართველო ფაქტობრივად არის შავი ზღვისპირა ქვეყანა და პირდაპირ ემიჯნება ევროპულ ასე ვთქვათ მევიდყოდი მიმართულებას და აქედან უფრო იოლია დაუშვათ ევროპაში
გადასვლა თურქეთმა შეიძლება მიიღოს გარკვეული ზომები და ჩაკეტოს თავისი საზღვარი ან დაუშვათ მიიღოს სხვა ალტერნატიული ზომები, ამიტომ ეს ფაქტორიც გარკვეულწილად არის გასათვალისწინებელი. რამდენად ზათ არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება მე ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ამაზე უნდა მეკითხა სწორად ხელისუფლების მზაობა ამ მომენტში, იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოება უკვე საქართველოში ამაზე ალაპარაკდა და რაღაცნაირად თითქოს შიშის მომენტიც აქვს, რომ მოაწყდება საქართველოს ომის უტოლვილთა ნაკადი და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზოგადად არის თუ არა მზად და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ აი ასეთ მდგომარეობაში. მე ცოტა გითხრათ რომ ცოტა არ იყოს ჩვენი ხელისუფლების ასე ვთქვათ წარმოადგენის პოზიცია ძალიან თქვა ძალიან მაკურებს. ესეთი მეთოდი არასერიოზული დამოკიდებულება ცოტა იწვევს ძალიან ბევრ მე ვიტყოდი გაკურებას, თუნდაც ის რომ აი ამ გაქანებული იმაში აქვს მათ მოახერხეს და მთავარი ეროვნული საწყო გადამწყვეტი ორგანო ეროვნული უშიშროების საბჭო გააუქმეს. ახლა ისედაც ამ საბჭოს ჰქონდა ესეთი სტატუსი როგორც მტარი ვენუგზე როგორც ეთქვიან ესეთი ტერმინიც არსებობს, მაგრამ ნუ ყოველშემთხვევაში ფორმალურად მაინც იყო ეს ვარიანტი, შეიძლება ეს ფორმალურად გამოიყენებინათ ასეთი მძიმე კრიზისული სიტუაციებით, ან რთული კრიზისული სიტუაციებით, თუნდაც დასარეგულირებად. ხო, აი ეს სტრუქტურაც უკვე ფაქტიურად უკვე გაუქმდა და შესაბამისად რის იმედია დაუშვათ დღევანდელი მთავრობა და ხელისუფლება მე მაგალითად აი ცოტა ძალიან მეკურს ამ ახალ ბავშვებს თქვა, თუმცა ისედაც მე გითხრათ რომ საქართველოში არის ძალიან ღრმა და საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და მე მგონი საზოგადოება და მართველი პოლიტიკური ძალა უფრო არის მე ვიტყოდი აი სახლობანას თამაშით არიან დაკავებული პიტაბის შემდეგ გითხრათ და შესაბამისად ნუ აი არ აქცევენ ყურადღებას და ჩვენთან საქართველოში რაღაც სერიოზულად არ აღიქვამენ იმ კონფლიქტს რომელიც მიმდინარეობს აღმოსავლეთში իրანსა და ისრაელს შორის რაღაცა ესე უყურებენ თითქოს აი ჩვენ საერთოდ ესეთი საინტერესო ერი ვართ უფრო მე ვიტყოდი ქართობაზე და იმაზე ვართ რა ქვია აგებული და უფრო დაუშვათ სახიობები და სხვა ადამიანები უფრო ფასობრივად დაუშვათ სიტყვა ეს ვთქვათ ანალიტიკური ტიპის მოღვაწე ადამიანები, რომელსაც შეუძლია სტრატეგიული ანალიზის გაკეთება, ეს ფაქტია, ბუნებრივია. აქედან გამომდინარე, ყველაზე არასერიოზული დამოკიდებულება და ყველაზე მომზადებელი არის სწორედ საქართველოს, აზერბაიჯანის სომხეთი გაცილებით მე ვიტყოდი სერიოზულად ეკიდებიან ამ მოვლენას. თუ შეგვიძლია რომ მითხრათ მაგალითის დონეზე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არიცა რა საკეთებენ აზერბაიჯანსა და სომხეთში მაგალითად ტარდება ეროვნული საავადმყოფოების საბჭოები ანუ სტრუქტურები, რომლებიც ფაქტობრივად ახორციელებენ კოორდინაციას ու პრევენციული ზომები მიიღოთ. ფაქტობრივად სომხეთი და აზერბაიჯანი ერთდროულად განახორციელეს იგივე ბიუთური რადიაციის პრევენციის, ასე ვთქვათ, კონკრეტული ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი, ასე ვთქვათ, ბანაკის გაშლა და ფაქტობრივად დაიწყეს გაზომვა, რამდენად რადიაციული ფონი იყო შეცვლილი უშუალოდ საზღვრებთან. ერთდროულად გააკეთეს. მე ისე ჩვენებარება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანი და სომხეთი და აზერბაიჯანი არიან დღეს ერთგვარ მე ვიტყოდი დაპირისპირებაში, ისინი აი ამ სფეროში ახორციელებენ ურთიერთ კოორდინაციას. შესაბამისად იგივე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შესაბამისად უკვე გამოყო შესაბამისი სახსრები და შესაბამისად იგივე განახორციელა გარკვეული ზომები, რომ გაუშვათ იგივე მომზადდეს გარკვეულწილად ასე ვთქვათ ჰუმანიტარული კრიზისის და დასახვედრის შესაბამისი ასე ვთქვათ მე ვიტყოდი სტრუქტურები გაიშალოს და შესაბამისად იგივე გარკვეულ მზადყოფნაში არიან მოყვანილი კრიზისების საგანგებო სიტუაციების მართვის სამეცნიერო აზერბაიჯანში, შეერაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე როგორც სომხეთის ტერიტორიაზეც. და შესაბამისად უკვე შექმნილია საკოორდინაციო, რომელსაც მე ვიცი, კომისიაც კი არის შექმნილი, როგორც ერთ ქვეყანაში, მეორე ქვეყანაში და შესაბამისად იგივე საინფორმაციო იგივე თუნდაც კუთხით, ხო, მოსახლეობას უფრო საკმაოდ აზერბაიჯანის სომხეთში უფრო კარგად ახორციელებენ ინფორმირებას თუ რა ხდება დაუშვათ იგივე ირანისა და ისრაელის დაპირისპირების პროცესების ფონზე, ვიდრე საქართველოში. აი ჩვენ და მაგალითად აი ამ პარადოქსი არ უნდა იყოს ხოლმე თითქოს ესე იგი აი ლიბერალური, ულტრალიბერალური თუ ლიბერალური და მეორე კიდე კონსერვატიული ფაშისტური ტიპის ტელევიზიები თითქოს რაღაცას ფახიფუხობენ ამ მართლებით და რაღაცას ამბობენ რომ აი ვითომ ეს ხო, მაგრამ რეალურად არაფერი არის სერიოზული და არავითარი სერიოზული დებატები და დისკუსიები უნდა დაიმართება ამ კუთხით რა. ნუ შესაბამისად ან ისეთი ადამიანები გამოდიან, რომელსაც ან კომპეტენცია ისეთი როგორც მე და თქვენ ახლა გვექნება კომპეტენცია თუნდაც იგივე ჯომოლოგნო დავიწყოთ და თასულობის ასე ვთქვათ საერთაშორისო სტატუსის რომ მიიღოთ რა ქვია სტატუსი და შესაბამისად არ ვიცი ახლა მე მაგალითად სერიოზული დისკუსია დებატები დაუშვათ იგივე ქართულ მედიოკრატიულ სივრცეში ნამდვილად მე არ მომისმენია. ჩემდა მე მიხარია რომ დღეს ჩვენმა მაყურებელმა და რადიომსმენელმა მოისმინა თქვენი ძალიან საინტერესო
არა, მარტო ჩემი არა, მე ობიექტებს ისეაც უყურებ, თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და პირველ რიგში ძალიან ასე ვთქვათ, მაყურებელი ქართა იმესავრეზე ესპონენტი ვარ და ანუ ობიექტივი გაცილებით უფრო სერიოზულად ეკედება ამ თემას, როგორც ყოველთვის ბუნებრივია და ობიექტურად ახორციელებს ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი ქართველი ტელემაყურებლებისათვის და ეს ძალიან სასიხარულოა, რომ აი თქვენ არსებობთ. უღრმესი მადლობა და ამასაც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი რესპონდენტებისგან ვისმენთ და რაც მთავარია, მე გეთანხმებით ამაში, აი ასეთი ტიპის მსჯელობები და ანალიტიკა ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლისთვის და მადლობა კიდევ ერთხელ გიფიქსირებთ დღე ეთერში. უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, დაგემშვიდობებით და მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით და უსმენდით და უყურებდით ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას, გადაცემას კი ლიზა კვესელავა უძღვებოდი და გმადლობთ, რომ გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. მომავალ შეხვედრამდე.